გამარჯობა, მე ვარ თამარა გიგინეიშვილი, უნლაბში ციფრული პროექტების მენეჯერი და პროფესიული აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი. დღეს მინდა გესაუბროთ ჩვენს მიერ შექმნილ პროექტზე, სახელწოდებით მცენარეთა ოჯახების სარკვევი, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა თბილისის ბოტანიკურ ბაღში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფესტივალზე. პროექტი მცენარეთა ოჯახების სარკვევი განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებსაც ეკითხებათ სასწავლო კურსი ბოტანიკა. ასევე ბოტანიკით დაინტერესებული მაგისტრანტების, დოქტორანტების, მკვლევარებისა და მოყვარული ბოტანიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი მცენარეთა ოჯახების რკვლევის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლონ. აქვე მოусმენთ პროექტის ავტორს, ქალბატონ ქეთევან ბაცაცაშვილს და უნლაბის დირექტორს ბატონ სანდრო ასათიანს, რომლებიც უფრო ვრცლად მოგიყვებიან პროექტის შესახებ, ხოლო ბოლოს მე გაჩვენებთ საბოლოო ვებგვერდს, რომელიც შევქმნით. როგორ გაჩნდა მცენარეთა ოჯახების სარკვევის შექმნის იდეა? აზრი იმის შესახებ, რომ ელექტრონული ბიოლოგიური რესურსები, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს, ძალიან დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამ კონკრეტული სარკვევის შექმნის იდეა გაჩნდა 2-3 წლის წინ, როდესაც ჩვენი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს უკითხავდი ბოტანიკის კურსს. მაშინ ერთ-ერთმა სტუდენტმა მითხრა, რომ უნილაბთან თანამშრომლობით შესაძლებელი იყო ასეთი ელექტრონული რესურსების შექმნა და იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი. პირველი აზრი, რაც გამიჩნდა, იყო სწორედ ეს მცენარეთა სარკვევი, რადგან იმ წუთას ჩემთვის ეს ყველაზე დიდი საჭიროება იყო, არა მხოლოდ იმ წუთას, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს იყო სწორედ ეს პირველი იდეა, რაც გამიჩნდა. და რატომ იყო მნიშვნელოვანი მაყაშვილის ორტომეულის თანამედროვე ვერსიის ელექტრონული ვერსიის შექმნა საჭირო? ალექსანდრე მაყაშვილის ორტომეული ეს არის თბილისის მიდამოების ფლორა, რომელიც მოიცავს 1600-ზე მეტ სახეობას თბილისის მიდამოებიდან. საერთოდ თბილისის მიდამოები არის ძალიან დიდარი ადგილი, მცენარეებით ძალიან დიდარი. საქართველოში სულ გვაქვს დაახლოებით 4100, ცოტა უფრო მეტი სახეობა მცენარეების და აქედან წარმოიდგინეთ 1600-ზე მეტი გვაქვს თბილისის მიდამოებში. ეს სარკვევი გარდა იმისა, რომ ამდენი მცენარის გარკვევის საშუალებას გვაძლევს, არის კარგი იმით, რომ მისი ავტორი ძალიან კარგად ხედავდა განსხვავებებს მცენარეებს შორის და ეს მისი ხედვა ასახულია ამ სარკვევში და თანამედროვე ადამიანისათვის, იგნი რა თქმა უნდა თავისთავად კარგია, ის თავის მნიშვნელობას არასდროს არ დაკარგავს, მაგრამ თანამედროვე ადამიანისათვის ინტერაქტიული, უფრო სახალისო წყაროს არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ეს სარკვევი ბუნების მცოდნეობის და ბოტანიკის სწავლაში? მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესების საშუალებას მოგცემს მცენარეებით. ვიზეა გათვლილი ეს სარკვევი მხოლოდ სტუდენტებზე თუ უფრო ფართო აუდიტორიაზე? პირველ რიგში ეს გათვლილია სტუდენტებზე, რომლებიც ბოტანიკას სწავლობენ, იმიტომ რომ სარკვევის გამოსაყენებლად აუცილებელია გარკვეული საბაზისო ცოდნა გქონდეს. მისი გამოყენება შეუძლიათ აქედან გამომდინარე სკოლის მოსწავლეებსაც, რომლებიც სწავლობენ ბოტანიკას და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბოტანიკით დაინტერესებულია და მზად არის, რომ ეს საბაზისო ცოდნა დამოუკიდებლად შეიძინოს და მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ შეიძლება ამ სარკვევს შევმატოთ ის განყოფილება, რომელიც ახსნის ბოტანიკურ ტერმინებს, რაც ამ სარკვევში არის გამოყენებული და ამიტომ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი თვითონ ამ რესურსითაც შეძლებს, რომ ეს საბაზისო ცოდნა მეტნაკლებად შეიძინოს. და რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნების გაცნობა და ბუნებასთან დაახლოება თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში? სწორედ ტექნოლოგიების ეპოქა რომ არის და ადამიანი მიჯაჭვულია ამ ტექნოლოგიებს, თითქოს თქვათ კარგავს კავშირს ბუნებასთან. ბუნების და ტექნოლოგიების ამგვარი კავშირი მე მეჩვენება ძალიან მნიშვნელოვნად იმისთვის, რომ ადამიანი დაუბრუნდეს ბუნებას და თან ამ ტექნოლოგიებთანაც არ გაწყვეტოს კავშირი. როდესაც დასრულდა პროექტზე მუშაობა და ნახეთ საბოლოო პროდუქტი, თქვით თუ არა, რომ გაამართლა ამ პროექტმა და რა მომენტში თქვით და რატომ თქვით თუ იყო ეს შემთხვევა? მართალი რო გითხრათ, ვთქვი მაშინ, როდესაც პირველად შევხვდი უნილაბის გუნდს და დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი, უკვე ვთქვი, რომ პროექტი გაამართლებს, მაშინ ჯერ არ იყო რომ მეთქვა, რომ გაამართლა მეთქი. ახლა ვამბობ, რომ გაამართლა უკვე, იმიტომ რომ ვნახე როგორიც არის.
ჩვენ მას კიდევ ვიზრუნებთ, რომ სრულყოთ და გავაუმჯობესოთ და აი უკვე ადამიანები რო დაიწყებენ ამის გამოყენებას, აი მაშინ უკვე საბოლოოდ ვიწყი, რომ პროექტმა გაამართლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება. და როგორ გსურთ, რომ ეს პროექტი მცენარეთა ოჯახების სარკვევი გაიცნოს ხალხმა? ამას რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველაფერს გარკვეული რეკლამა ჭირდება. მე მართალი გითხრათ, სადაც კარგად ვერ წარმომიდგენია, რა კონკრეტული ქმედებები გჭირდება ამისთვის, მაგრამ პირველ რიგში სტუდენტები გაიგებენ ამის შესახებ, სკოლებში უნდა შევიტანოთ ეს რესურსი აუცილებლად და მე ნელ-ნელა ალბათ უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც პირველად გაიგო ამ მცენარეთა ოჯახების სარკვევის შესახებ? რა არის ზოგადად ეს პროექტი, რას ემსახურება და აი ზოგადი მიზანი პროექტის? ადამიანებს, რომლებიც პირველად შეიტყობენ ამის შესახებ, ვეწოდი, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ მცენარეებს მათ გარშემო. ამისთვის არ არის აუცილებელი. ბევრი ადამიანი საბედნიეროდ ახლა დადის ლაშქრობებში, მაგრამ არ არის აუცილებელი ლაშქრობებში სიარული. ქუჩაშიც რო დავდივართ, აი ადრე გაზაფხულიდან თუ დავაკვირდებით, ტროტუარებზე, პარკებში, სკვერებში უამრავი მცენარე ყვავილობს. აი სტუდენტობის პერიოდში და იმის შემდეგ, როცა მე მინდოდა თვითონ რომ მცენარეები მესწავლა, უნივერსიტეტიდან რომ მოვდიოდი, ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი მაშინ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჩვენი კორპუსიდან რომ მოვდიოდი, 90-იანებში ფეხითაც ბევრი გვივლია, მაშინ ტრანსპორტი არ იყო, ვაგროვებდი მცენარეებს, გზად რაც შემხვდებოდა გაზაფხულზე განსაკუთრებით აქ ჩვენს ზონაში გაზაფხული ამ ხრივ ჭყალებში მოსავლიანი დრო და მომქონდა სახლში ვიჯექი და ამ სარკვევით ვარკვევდი. ანუ აი ეს ყურადღების მიქცევაა საჭირო ამისთვის. სასიამოვნოც არის. და მე ჩვენ შეგვიძლია უკვე უფრო სიღრმეში შევიდეთ და ისიც ვისწავლოთ თუ თითოეული მცენარე რაში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა და აი ეს რა ვიცი ცხოვრებას გაგვიხალისებს, ცოდნასაც შეგვძენს და შეიძლება მე რაღაც პრაქტიკული სარგებლობაც მოუნახოთ ამ ამბავს და აი ამისთვის არის ეს პროექტი საბოლოო ჯამში ჩემი აზრით მნიშვნელოვანი. როგორ ჩაერთო უნილაბი პროექტის შექმნაში, მცენარეთა ოჯახების სარკვევის ვებსაიტის შექმნაში? ჩვენ ვეძებდით საინტერესო პროექტებს და ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემოგთავაზა, რომ აი მე ველაპარაკე ჩემ ლექტორს და აქ ესეთი იდეა, რომ გავაციფრულოთ არსებული რესურსი, ხო, ანუ წიგნი, რომელიც დაბეჭდილია, ზოგადად ხო, ციფრული სახით, აი ლექსიკონები, გარკვეული ტიპის გამოცემები, რომელშიც აი რაღაცის მოძიება, დახარისხება, დაალაგება არის საჭირო, ხო? ენციკლოპედიები უფრო მოსახერხებელია, ხო? იმიტომ რომ თუ წიგნში შენდა ფურცლები რო იპოვო ის რაც შენ გინდა, ხო, აქ ეს უფრო გამარტივებული არის და ამიტომ როცა შედგა უკვე საუბარი აი ამ იდეასთან დაკავშირებით, მივხვდით რომ კი ეს ზუსტად ის ციფრული პროექტია, რომელიც ციფრული სახით უფრო მოსახერხებელი იქნება. რა გადაწყვეტილებები, რა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გამოიყენეთ სარკვევის შესაქმნელად? ნუ იქ თავარი იყო როგორ დავაჯგუფებთ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ მარტივად მოსაძიებელი იყოს, რომ სწრაფად იმუშაოს რესურსმა, მარტივად მოსაძიებელი იყოს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ არქიტექტურის, ხო, შიდა მოწყობის სწორად გააზრება, ხო? იმისაც რომ მე ამან კარგად იმუშაოს. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცენარეთა ნარკვევი არის გარკვეულწილად სამეცნიერო ციფრული გამოცემა. ხო, იმიტომ რომ ეხლა ესე რომ შეხედოთ ჩვეულებრივი გვერდია, მაგრამ ეს არ არის გვერდი, რომელშიც რაღაც ინფორმაციას ათვალიერებ, ხო, ის იმის უკან მუშაობს და შენი ნაბიჯების შესაბამისად რაღაც ინფორმაციას გაწვდის. როგორც ვიცი, ბევრი მიმართულების ადამიანი მუშაობდა ამ პროექტის შექმნაში და თუ გაჩნდა რაღაც მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელსაც კონკრეტული გადაწყვეტები მოგვარება ჭირდებოდა და რა იყო ესენი? ხო, ნუ ხა მნიშვნელოვანი გამოწვევებზე შემიძლია ის თქვა, რომ ჩვენ ხო როგორ მუშაობთ უნილაბში გვაქვს ეს კარიერული აქსელერაციის პროგრამა, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანს რაღაც აინტერესებს, თქვა ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესია, მაგრამ არ აქვს ცოდნა, ხო? მაშინ უნდა ისწავლოს კი ბატონო, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ხანდახან და ხშირად ადამიანს აქვს ცოდნა,
და უნდა მუშაობის დაწყობა, მაგრამ ასე უნებიან, რომ იცი რა შენ მანახე რა გამოცდილება გაქვს. და ეს კარიერული აქსელერაციის პროგრამა ზუსტად ეს არის, რომ ადამიანებს აზრს შესაძლებლობს, რომ გამოცდილება შეიძინონ. უბრალოდ ეს კარიერული აქსელერაციის პროგრამა არის 4 თვიანი, ხო? ანუ როცა სამსახურში მუშაობს ადამიანი, როგორც წესი, ვინც იწყებს ამ პროექტზე მუშაობას, ისვე ასრულებს, ხო? და აი ჩვენ შემთხვევაში ეს რამდენიმე აქსელერაცია გაგრძელდა, იმიტომ რომ თავისი ეტაპები გაიარა და აი ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ეს იყო, რომ როცა ადამიანს რაღაც ნაწილი აქვს გაკეთებული სამუშაოსი და მე მორჩა და მე ვიღაცა ახალი ადამიანი მოდის, როგორ უნდა მოხდეს ეს, ხო? მეორე გამოწვევა ხა ეს მარტო ამ პროექტს არ ეხება ზოგადად უნელობის გამოწვევები რაც გვაქვს, ხო? მეორე გამოწვევა ის არის, რომ თვითონ ჯგუფი ესე ყავს დაკომპლექტებული, ყავს ერთი ძალიან გამოცდილი ადამიანი და ყავს აი ეს აქსელერანტები, რომლებიც მისი დამხმარებელი არიან რა და აი როგორ გადავანაწილოთ ეს სამუშაო ისე, რომ რაღაცნაირად ამას კი არ მოუწიოს გაკეთებებით გამოცდილი არამედ იმან მენტორობა გაუწიოს და დაანჩენები იმუშაონ რამდენი ადამიანი იქნება ეს გუნდში მე თვითონ ერთი გუნდიდან მეორეზე პროექტის გადაცემა ხო თქვა არის დიზაინის ჯგუფი რომელსაც გადასცეს მე ფრონტის და ბექის ჯგუფს და ეს დიზაინის შესაბამისი იყოს და ასე შემდეგ ხო აი ამ ჯაჭვების აწყობა ძალიან რთულია ხო აი როდესაც უკვე დასასრულისკენ წავიდა ეს პროექტი, ნუ ყველა ადამიანი ის ჩართული იყო, ხო ადამიანებდა თვალს და ამ რეალიზაციის პროცესში უკვე აი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რა იყო? ან ის მომენტი, რომ აი პროექტი შედგა, ისეთია, როგორიც გვინდოდა თუ რა მომენტი იყო? ნუ ალბათ იყო პრეზენტაცია, როცა რაღაცა ვებზადებოდით ამ პრეზენტაციისთვის და პრეზენტაციაზე მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ, ხო? და როგორც თქვი, დიდი ნაწილისთვის ამ ადამიანებისა ეს იყო პირველი ბოლომდე დასრულებული პროექტი, ხო? ანუ მაგათ ცოდნა ჰქონდათ, მაგრამ ესე დასრულებული პროექტი არ ჰქონდათ და აი ნახეს, რომ ეს დასრულდა. თან როგორც აღნიშნე, აქ ბევრი ადამიანის შრომაა ჩადებული და აი რაღაცა ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი ეს იყო, როცა იმ ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე იმუშავეს, ნახეს საბოლოო შედეგი. აი როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს ამ სარკვევს? ან მსგავსი პროექტები თუ სხვა დარგებში განხორციელდება, რა პოტენციალი ექნებათ? რაღაცების გაციფრულებას, თუნდაც გეოგრაფიაში, ფიზიკაში და ასე შემდეგ. ორად გავყოფ მე ამას. ერთი რომ მე წარმოვიდგენია, რომ უნილაბი ეს არის სივრცე, რომელიც არის ერთგვარი სახელოსნო, ხო? ანუ ადრე უნივერსიტეტებში იყო ეს სახელოსნოები, სადაც აი ფიზიკოსებს თქვა რაღაცა ხელსაწყო ჭირდებოდათ, რომელიც მაღაზიაში არ იყიდება, ხო? რაღაც ექსპერიმენტატორებს რაღაცისთვის ჭირდებოდა, ამ სახელოსნოებში რაღაცას უმზადებდნენ, ხო? ან რაღაც ქიმიკოსებს, ან ბიოლოგებს, ხო? ეხლა დიდწილად ეს ხელსაწყოები არის ციფრული. და აი ჩვენ ვართ ის ადგილი, სადაც ციფრულ ხელსაწყოებს ვაწყობთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან სარკვევი შეიძლება ისე შევხედოთ არის ხელსაწყო, რომელთაც რაღაცა სამუშაოს ასრულებ, ხო? ჩვენ მუშაობთ ფილოლოგებთან, ჩვენ მუშაობთ ლექსიკოგრაფებთან და მათთან ერთად სხვა საწყობებს, ესეთ ხელსაწყოები გვაქვს შემუშავებული, ხო? ერთი აი მე ვფიქრობ ესე ძლიერი მხარე ეს არის და ძალიან დიდი პოტენციალია, იმიტომ რომ ბევრ მეცნიერს, პროფესორს ჭირდება რაღაცა ისეთ სპეციფიური, რომელიც არ არსებობს, ხო? და მეორე მხრივ უამრავი რესურსი არსებობს წიგნების სახით, რომელიც, ნუ, კი არსებობს ეს წიგნი, მაგრამ იმდანაც მოქნილი ვერ არის, რამდენადაც იქნებოდა აი ამ წიგნის ციფრული ვერსია, ხო, ანუ ციფრული გამოცემა. და შესაბამისად, აი აქ ძალიან დიდი არეალი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ახლა თვითონაც აი ამ რესურსებზე მუშაობისას, ხო, რაღაც ბევრი დრო დაგვეხარჯა თავიდან დაგეგმაში, ხო, იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებდით, რაც, ნუ, აი საქართველოში არ არსებობდა. რაღაცა ნახეთ უცხოური ანალოგიები როგორანაირად შეიძლება აი ტექნიკურადაც ჩვენ, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ღია ვართ ბუნებრივია თანამშრომლობისთვის. და თანამშრომლობის პირველი ეტაპი არის გააზრება, რა შეიძლება გამოვიდეს და მე უკვე ამ ხელსაწყოს გაკეთებ. ეხლა რაც შეეხება თქვათ ვინ გამოიყენებს როგორ და რა პოტენციალი აქვს თვითონ ამ რესურსს, მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან საინტერესო იქნება სკოლის მასწავლებლებისთვის ამის მიწოდება და შეიძლება რაღაც ეს პროექტი გააკეთონ ბავშვებმა, რომ რაც მოიძიეთ რაღაცა სცენარი, მე სარკვევის მიხედვით იპოვეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს რესურსი აადვილებს უფრო მარტივს ხდის ბიოლოგიასთან მისასვლელ გზას, ხო?
და ერთგვარად აი ხელმისაწვდომობას რაღაცნაირად ზრდის, ხო? იმიტომ რომ წიგნის შემთხვევაში უნდა შეიძინო პროდუქტი რო გქონდეს. ამ ბიბლიოთეკაში წახვიდე, იქ რა სამუშაო საათებია, თანამწიგს ვერ წაიღებ. მე თან უნდა ატარო ჩანდით ეს წიგნი და აი როდესაც ციფრულ პროდუქტს იყენებ, ფაქტობრივად ტელეფონითაც შეიძლება ისარგებლო, ხო? ნუ ყოველთვის შეიძლება მაგ რესურსის გამოყენება. და აი კიდევ ესეთი საკითხი მაინტერესებს. თქვენი დაკვირვებით, როგორ რეაგირებენ სტუდენტები ან ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს ამ ვებსაიტის გამოყენება? როდესაც პირველად იყენებენ მიდიან სასურველ შედეგამდე, სიამონებას იღებენ პროცესით, რაღაცა ახალს სწავლობენ. ხო, აი ახლა მე უცვლად არ მქონია მათთან შეხება და ეს უკვე ალბათ განკონკრეტულად უნდა თქვენ თუ გამოგიყენებიათ? ხო, ნუ მე ესე ტესტირების დონეზე რო აი როცა მუშაობის პროცესი იყო და რაც ძალიან ზედაპირულად, ანუ მხრივ მე ამის ექსპერტი ვერ გამოვდგე. მადლობა დიდი. მადლობა. რაც შეეხება ვებგვერდს, ეს არის ვებგვერდის საცხის MVP ვერსია და მუშაობთ მის გაუმჯობესებაზე. ყველა ფუნქციონალი პრინციპში რაც ტექნიკურ დოკუმენტში იყო გაწერილი უკვე არის ვებგვერდზე, მაგრამ მუშაობთ დამატებითი ილუსტრაციების დახატვაზე და ეს პროცესი მიმდინარეობს და ასევე ვიდეოც უნდა ჩავწეროთ გამოყენების შესახებ ინსტრუქცია და ესეც განთავსდება სამომავლოდ ვებგვერდზე. ეს არის ვებგვერდის მთავარი გვერდი, სადაც გვაქვს ჰედერი, ანუ აი ეს კატეგორია, სადაც გვაქვს ლოგო, რომელზეც ჩვენმა აქსერიცის მონაწილეებმა და გრაფიკული დიზაინის წარმომადგენლობა იმუშავეს. გვაქვს შემდეგი კატეგორიები, ეს არის მთავარი გვერდი, სარკვევი, ოჯახები და პროექტის შესახებ. მთავარ გვერდს რაც შეეხება, ეხლა ვდგავართ მთავარ გვერდზე, რაც არის ბანერი და ასევე გვაქვს გაიგე მეტი ღილაკი, მასზე დაკლიკების შედეგად გადავდივართ სარკვევის გვერდზე. ასევე გვაქვს მთავარ გვერდზე პროექტის შესახებ სექცია და ღილაკი სრულად ღილაკზე დაკლიკების შედეგად გადავდივართ პროექტის შესახებ გვერდზე. სარკვევზე დაკლიკების შედეგად გადავდივართ უშუალოდ სარკვევის გვერდზე. აქ გვხვდება სარკვევის შესახებ ინფორმაცია, მცირე ინფორმაცია და ასევე გამოყენების შესახებ ინსტრუქცია, ტექსტი და სამომავლოდ აქ უნდა განთავსდეს ვიდეო, სადაც უშუალოდ ახსნით როგორ უნდა გამოიყენონ მომხმარებლებმა ეს ვებგვერდი. ასევე გვაქვს ღილაკი დაწყება, მასზე დაკლიკების შედეგად გადავდივართ უშუალოდ სარკვევზე, სადაც გვაქვს ერთი თეზა და მისი საწინააღმდეგო ანტითეზა, რომელმეზე დაკლიკების შედეგად გადავდივართ შემდეგ კატეგორიაზე და ბოლოს შედეგი, ასე ვთქვათ, ამ სარკვევის არის ის, რომ აღმოჩნდებით ოჯახზე, ერთ-ერთ ოჯახზე, სადაც არის ილუსტრაცია ამ ოჯახის, ლათინური და ქართული დასახელება და ინფორმაცია ამ ოჯახის შესახებ. ასევე აქ შეიძლება მომხმარებელს რომ ჩამოთვირთოს ეს ილუსტრაცია და ასევე უფრო კარგად ნახოს ეს ილუსტრაცია და ასევე თქვათ უფრო მოახლოვოს და უფრო დააშოროს ეს ილუსტრაცია. შემდეგი გვერდი არის ოჯახების გვერდი. ოჯახების გვერდზე გვხვდება ყველა ის ოჯახი, რომელიც ოჯახი არის განთავსებული, რომელიც არის, ასე ვთქვათ, წიგნში და ასევე ამ ვებგვერდზე. შეგვიძლია ოჯახები მოვძებნოთ, კონკრეტული ოჯახის მოძებნის საშუალებაც გვაქვს ამ სერჩის გამოყენებით. მაგალითად, ახლა მე მოვძებნი ერთ-ერთ ოჯახს, პარკოსანას ოჯახს. ასევე შეგვიძლია რომ სორტირების საშუალებაც ექნება მომხმარებელს და სხვადასხვა გვერდზე, ანუ ბევრი ოჯახი არის ამ ვებგვერდზე ათვირთული და სხვადასხვა გვერდზე მოხვდება ამ პეიჯინგის საშუალებით. პროექტის შესახებ გვერდზე კი არის ინფორმაცია, პროექტის შესახებ ტექსტუალური ინფორმაცია, ასევე მომხმარებელი შეიძლება რომ წიგნის ნახვის ღილაკზე დაკლიკების შედეგად ჩამოტვირთოს წიგნი და წაიკითხოს და ასევე პროექტზე მის მუშაობთ და იდეის ავტორი და ასევე მომუშავე გუნდი, აქსერიცის მომუშავე გუნდი შესახებ არის ინფორმაცია. აქვე გვაქვს ასევე ფუტერი, სადაც არის ვებგვერდის ლოგო და უნილაპის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგოები და მასზე დაკლიკების შედეგად გადავდივართ როგორც უნილაპის ვებგვერდზე, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე. როგორც უკვე აღნიშნეთ, მინდა რომ ხაზი გავსვა, კიდევ მუშაობთ ვებგვერდის გაუმჯობესებაზე, მუშაობთ რომ პირობითად აი სარკვევის გვერდზე, აი ამ თეზი ანტითეზის ნაწილში ილუსტრაციები უნდა დავამატოთ.
და ჩვენი აქ საერეცის მონაწილეები და ილუსტრატორები მუშაობენ ამ ილუსტრაციებზე. პრინციპში სულ ეს იყო ამ ეტაპზე. დიდი მადლობა.